ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში. თოკაფე იღუარის და იქნება წვეთში. თოკაფე დაბრუნდა, თოკაფე აქ არის. ხო, ხმარი ეს არის, ყველაფერი არის. რა ხდება? მოდი ახლა მე ალალი კაცი ვარ და პირდაპირ ვიტყვი რომ 1-20 წუთი აი ესე ვიბაზრეთ. ერთმანეთი ვაკეთ. კაი რაღაცები ვილაპარაკეთ და აღმოჩნდა რომ ვიდეო არ იწერ და ხმა იყო. მე შემიძლია ხმა დამედო და ფოტოსურათი ყოფილიყო ხმა საერთოდ, მაგრამ მე მაგას არ ვიკადებ, მაგას არ გაკადებთ. არხი გამოიწერეთ, ბიჭო, ძალიან ბევრ სწავლობთ და ვიყინებით. უეჭველი. ერთი კაცი ყავს ხა ტას დაუკრავს, მიდი ძმა. აი ხა უფრო სხვანაირად წავიდეთ. მოკლედ, ეხლა ვიმყოფებით გუჯაეთის 19 ნომერში არის ასეთი რესტორანი Grand Royale რა, სადაც გემრიელი ყავები აქვთ, გემრიელებები აქვთ, საჭმელი სასმელი დაწგინა, მუსიკაზე ბაზარი არის. მოხვალთ, გიმღერებთ, გიცეკვებთ, ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება. ასევე რო არ ვიყინები და აი ეს კარგი თუთი რომაცია და ზამთარი უნდა გადამატაინოს, DL Shop-ი არის ასეთი მაღაზია გდანში. ლინკი იქნება აღწერაში, მათი მაღაზიას სწორედ ღირს, მაგრამ რა ვიცი როგორ არის ობიექტის მოკლედ. ძალიან კაი ხალხია რა, ძალიან კაი ფასებში აქვს ყველაფერი, მამაკაცის ხაზი. და აქვე დავამატებ, რომ კომენტარებში, ვისაც ყველაზე კარგი ორიგინალური კომენტარი ექნება, მე და ვექილა გადავხედავთ და საუკეთესოს ამოვარჩევთ და გადაეცემა DL Shop-ისგან კეპი. მეტი რა უნდათ. მოვა იქ ადგილზე, გადავიღეთ რა ყველაფერს, როგორ გადმოგცემთ და ასე შემდეგ, ასე რომ კომენტარებში იაქტიურეთ. ჩვენი სტუმარი არის ვექილი. გეცნობა. თითქოს ხან კი. ქურთუკი არ გეცვა, ხო, რაღაცა მეთქი სიახლე შემოვიტან თქო, თლა დეჟაუ არ ყოფილიყო. რაღაცა მწვენია რომ იგივე კითხები დავსო ეხლა. არა, ნუ მწვენია. ფეხზე გადავიდებ კამერა ხო ჩვენსკენ ამომართული თავი ეგა. რა შეგვეშინდეს. არ ვიცი რატო წეღან აი ესე საუბრობდი და უცებ შევამჩიე რომ კაცი ქალთან მივა და სრული ვარ აქ ისე ქონა ჩაყოლილი თავი ამ კამერას და რაღაცა შეგიძლია ხმაბაღლა გაიწრო. სტოცხარი პროცესია და მომიშალო ნერვები. მოკლედ, რატომ ვექილი ჩემი გამომწერებისთვის და ნელა შევკვეთფელი რა. ჯერ პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო გულწრფელად, იმიტომ რომ მადლობა რომ მოხვედა იყინები ჩემთან. არა, რა სამ, ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებ მართლა რა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ძირითადად ბავშვობის პერიოდიდან ერთვება ხალხი ამ ბედ კულტურაში რეპერების დაინტერესების კუთხით და ძალიან მაგარია, როცა მათ შეუძლიათ ნახონ თავიანთი საყვარელი ბეთლემში თუ რეპერი როგორი არის იმ ყველაფრის გარეთ, რასაც ის აკეთებს და სადაც ის უფრო მეტად ჩანს. აქედან გამომდინარე ნაღდი, ხო რა, ნაღდი, პურის ჭამელი დამტყველი რეპერი და კიდე ერთხელ მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ მომეცი შესაძლებლობა, რომ მეც ჩემი თავი უფრო მეტად გავაცდო ხალხს. ეხლა რაც შეეხება ვექილს, პროფესიით ვარ იურისტი, ადვოკატი და ვინც ახლა კომენტარებში დამიწერთ, მე წადი ძმაო შენ საქმეს მიხედე, შენი საქმეაო. კაიოჩე, მაგათ არ გადაიცემა კეპი. არ გადაგეცემა, კი არა, არ გადმოგეცემათ კეპი და გიწვევთ მეცში მაგო, რამე პრეტენზია თუ გაქვს. ბრატ რა, ხო და იმიტომ რომ ვექილი ნიშნავს ადვოკატს ძველ ქართულად და თან ვიქილ ჩვენ ვკლავთ რა. და ამისთვის მადლობა ორგანიზატორ დიჩის, მოკითხვა დიჩის ჩვენ ძმას, იმიტომ რომ მაგის იდეა იყო, რომ პროსტა ვექილი კი ამრქმოდა, ვიქილ მრქმოდა და დიჩიმაც მიიღო თავისი წვლილი შეიტანა, ასე რომ ვთქვათ, ჩემი სახელის ჩამოყალიბებაში. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი არის ერთადერთი, რომელმაც რაიმე რუჩი მახსენა და სხვათა შორის სტიჩისთან ერთად იყო ბეთლის თემა და უტრეკო რეპერიო რა, მე ესე მეწერა უტრეკო რეპერი რა, მაგრამ ამან ეგრევე აჯახა რომ უტრეკო რეპერიო, თოკაფე მეგრე გითხრა და მე იქვსავდი და უცებ კიდე გადავწდა მეთქი, არა, უტრეკო. ხო და მადლობა ამისთვის. არა, რა მადლობა. იმედია კიდე მახსენებენ რეპერები და სასიამოვნო იქნება ეს ყველაფერი. მე გეტყვი ხა აქ პოდკასტში ექსკლუზიურად რომ მალე ერთ-ერთ ბეთში იქნები ნახსენები. თან ძალიან მაგარ ბეთში, ძალიან მაგარ ბეთში. ესე იგი ეხლა KMC და ამატერასოზე შეგვიძლია ვისაუბროთ. კი, თორე დადებულია. კი, თორე მერე დიჩიმ შეიძლება საერთოდ დეპორტი ჩამირტყას რამე სხვა ბეთლზე რო ისთვის. მე ისიც არ მისწორდება და მოდი პირდაპირ ვიტყვი რა. შეეშვით ამ TikTok-ზე რაღაცა იმისი რა ქვია, დადებას წინასწარ ამ რაღაც ვიდეოების, სპოილერების, იმიტომ რომ მესმის შეიძლება პატარა მომენტები დადოც და მეც დამიდია
ჩემ ახზე ვლოგში დავშევ პატარა მომენტები რომ რეპავენ ტიპები და რაღაც ეგ სხვა არის მაგრამ კონკრეტულად გამარჯვებული ვინ არის და ასე შემდეგ ეგ უკვე მაგრად ეხავს კი ძალიან მაგრად ეხავს და რეალურად ცუდ საქმეს უკეთებენ პროექტს რა იმიტომ რომ როცა უკვე იცი შედეგი როცა მოსმენილი გაქვს რაღაცა ვერსი მე იმ ორიგინალ ვიდეოს რომ ნახავ აღარ უყურებ რა ისე ხო შეიძლება იმ ენთუზიაზმით აღარ უყურო როგორიდაც უყურებდი რომ არ შეხვედროდა მანამდე რა წეგან კი ვთქვი მაგრამ კიდე გავიმეორებ იმიტომ რომ თავი დამწერთ ამ ვიდეოს თან ცოტა შევხვდი პრინციპში ისე გაასწორა შეიძლება კარგიც არის გამეორება ცონის დედაო კი ბატონო მამა ყოველთვის ჩაგდება ხოლმე ხო და KM სისტემამ გატეხა იმიტომ რომ მაინც ეს ის ადამიანი რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო ვინც ედგა PvP-ში აკაპელების თემას და ეხლა რო თქვი ესეთი რაღაცა რომ მოდი მე მუსიკას გავაკეთებ და ვისაც უკეთესად გამოგდის იმათ აკეთეთ ეს საქმე რაღაც დაიათ როგორც ბებერი ბებერს რაღაცა გულზე მომხვდა ხო ხდები მაინც ეს თემა თუმცა არ ამგონია რომ ეს თრად ბოლომდე ეგ ამბავი იყოს მგონია რომ სადღაც მაინც გამოუანათებს კიდე რა კი თუმცა ამატერასუს მივწერე პირადში და მიულოცე ეს ყველაფერი და აქედანაც ულოცავ და ძალიან კარგი იყო ამატერასო არის ძალიან მაგარი ადამიანი ჩემი ძმა არის ჩვენი ძმა არის დიდ პატივს ჩემ ძალიან ჩემი პოდკასტიდან გაიცნო ბერმოს ხოთაშორის და სხვათა შორის მესამე რაუნდს იცი რატო ამთავრებს აბა იმ მომენტში სადაც დაამთავრა იმიტომ რომ მე უთხარი რაღა აზრია ხო ხო რატო კითხულობ მეთქი შეინახეთ ხო და გაჩერდა რა მე ვაფშე მეგონა რომ მესამე რაუნდს აღარც წაიკითხავდა იმიტომ რომ ისეა წაგებული პონტი იყო კი მაგრამ პროსტა არ ხალხის უპატივცემულობა გამოდიოდა რაღაც პონტში რა და ეხა кейს რა შეეხება კეი ადამიანი არ მეგულება ვინც პატივს არ სცემს რა და ვინც პატივს არ სცემს ის ბედ კულტურასაც არ სცემს პატივს და ზოგადად რეპს არ სცემს პატივს რა და იმდენად მაგარი ადამიანია რომ ბოლომდე მწამს და გულის სიღრმეში მჯერა რომ ის რაც თქვა მან რომ მე მუსიკას გავაგრძელებ მუსიკის კეთებას გავაგრძელებ და ბედს შევეშვები არ მჯერა რა იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ ცდის მაინც თავისი ბებერი ეს ხოდი მოიტანოს და კიდე ერთხელ გაისროლოს რა იმიტომ რომ ბოლოს როცა იბეთლავა მაგან ამატერასა არ გულისხმო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა ხალხს მაგ ბეთლზე რა ბანის გულისხმობ? არა აკაპელაზე გულისხმობ და არა BPM-ზე იმიტომ რომ აქაც ვაფიქსირებ რომ BPM-ი არ არის ჩემთვის ბეთლი რა ანუ BPM ბეთლს არ ვაღია აქ წარმოვიდგინე კომენტარები ხო არა დაწერონ რაც უნდა BPM-ი არ არის ჩემთვის ბეთლი და რატო? იმიტომ არ არის რომ პროსტა რო რითმო ხო ანუ მე გეუბნები აი ადგილზე რომ მივდივარ რა დავდივარ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ინტერესები რაც არ უნდა იყოს შედის ბეთ კულტურაში ხო რაც არ უნდა იყოს ჩემთვის რა არის და რა არის ეგ სხვა საკითხია შედის ზოგადი მოცემულობით BPM ბეთლი ბეთ კულტურაში და ჯერ ადგილზე არაფერი არ მისმის საერთოდ სანამ ვიდეო არ დაიდება რა აი ძალიან ძლივს ვარჩევ რა სიტყვებს და მე მეორე ანუ პროსტა კარგი ხმით და კარგი ფლოუთი შეიძლება მოვუგო ფანჩების მანქანას და როცა ბეთლი არის ის რომ უნდა მატკინო მე რაღაცა ხო და ყურებადი გახადა და ისე ხალხმა დაიწყო ყურება რომელიც არ უყურებდა იქ კი იმიტომ რომ ყურს უფრო ლამაზად ხვდება რა ეს ჟღერადობა რა ტრეკებიც აი რამდენი ის ჩატარდა კონცერტი ლაივი სადაც აი ანუ ერთმანეთში იბეთლავეს იმან მაგრად ბოდიში და აჯვა ჩვენთან შეგვიძლია ხო არა ხო ბოლომდე აჯვა და რების პოდკასტი ხო იასნად ბოლომდე აჯვა და მე ის ორი ტიპი დგება და ერთად ასრულებენ მაგვერს რა ანუ ლაივზე დგებიან და ერთად ასრულებენ მაგვერს რა ახლა ლენტო საუბრობსო თან სცივა და ანიმშეს მეგობრებო არა არ მცივა მაგრამ პროსტა ანუ წარმოიდგინე რა მე ვაჯვი ბეთლემს სიტყვაზე და მე ის ბეთლემსი ჩემთან ერთად მაგ დამძმელ ტექსტს ხარა ბეთლემს ხო ბეთლემს კაროჩე რა ამოგიჭრიან მე და ხო ემს რა ვაჯვი და მაგასთან ერთად ლაივზე მე ამდენ ხანში ვკითხულობ ანუ ის ბაზრობს იმას რაც მე ვაჯვის ეპირად იცის რა და თან სიამოვნებს ხვდები და აი ეგ ჩემთვის არის მიუღებელი რა ეხა სტიჩის რაც არ უნდა გაიჭიტა ჩემთვის არასდროს არ გავიმეორებ მაგის არც ერთ ლაინს რა აჰა იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ იქ რამდენიმე წუთი ვეთლავებ და იმის იქით ძმები ვართ რა რაც არ უნდა იყოს მაინც ჩემთვის მიუღებელი ფაქტია რა საქმეში ვართ კოლეგები ბეთლ კულტურაში კოლეგები არ არსებობენ რა ხო აბა მიდით მამ ალექსის მიწერე რა რომ გვაგვიანდება ცოტა კი ბატონო შვიდობით ყველაფერი ცოცხალი პროცესი ცოცხალი კი შვიდობით ვართ ხო და კაროჩე სტიჩი ძალიან მაგარი ადამიანია ჩემი ძმა მაგრამ ბოდიში სტიჩი შენს ლაინებს მე არ გავიმეორებ არასდროს თქვა გეკაცო. კი ბატონო. არხი გამოიწერეთ ბიჭო, თორე თქვენს აღარ გავიყინები.
უეჭველი ესეთ ხედზე რო ვიდეოს ჩაწერდა. თქვენთვის აღარ გავიყინები და არაზოს არ გავიყიდები. იე. ნახე? ანუ ტრეკი ჩაწერილი გაქვს, ხო? კარგია ტრეკი რო ჩაწერილი აქვს, იმიტომ რომ უტრეკო აღარ გამოდი. რო უტრეკოს აღარ დავუწერ და გადარჩენილია მაგამ ბავშვი. კი, გადარჩენილი ვარ. კაი, მოდი. ჯერ საუბრო. მოდიში ერთი წუთი. ეს რა გინდა? ოკეი. ცოცხალი პროცესი ხო? ამოვიდეს თუ გელოდებათ ვიღაცა. არა, შო გავაზია. გავაგზელოთ სერგი დაბრუნდა მოდი რა ვქნა, იცი? როგორ მიხვედი ზოგადად აი ამ თემამდე რომ ეხა იურისტი გასაგები, მაგრამ აი რეპერობის თემაში თავიდანვე როგორც ბეთ MC ეგ თემა გინდა რომ ყოფილიყავი მაგ თემაში თუ ჯერ ტრეკი ჩაწერე და მე შემოხვედი ამ თემაში თუ როგორ იყო ეს? აი ძალიან ღრმა ბავშვობიდან მქონდა ლექსების წერის ნიჭი. მე უკვე ცოტა რეპში რო შევედი, სულ ცდილობდი რომ ჩამეწერა რაღაცა ჩემპიონში ტრეკი რა. და არ დამავიწყდება არასდროს რას გრინს მივწერე, მოკითხვა რას გრინს უმაგრეს ადამიანს, რომ მეთქი რაღაცა ჩაგიგდებ მეთქი ჩემს პატარა ტრეკს თქო და შემიპასე თქო და ვიყავი დაახლოებით 14-13 წლის. და კარგიო ძმაო, ესაო, ძალიან გამიკვირდა, თან ძალიან გამიხარდა და როგორ მოგეწონა მეთქი. და მე მიგდებს თავის პირველ ტრეკს, რაც ჩაწერა და ამას უყურე და მიხვდებიო, შენი როგორიაო. და უყურე, უსმიდე და მივხვდი რომ არ ყოფილა ცუდი რა და კარგი ყოფილა რა და მე რამდენიმეჯერ ეს წერდი კი რაღაცებს, მაგრამ ვერიდებოდი ყოველთვის გამოქვეყნებას და ვაპირებ ამასაც, იმიტომ რომ ჯერ მინდა როგორც ბეთლემსად მიცნობდნენ და მე როგორც რეპერად რა. ტრეკი გიდევს შენი? ტრეკი არ მიდევს ჩემი, მაგრამ მაქვს. არა. უტრეკო ვაიცარ გავოდი. უტრეკო ვაიცარ გავოდი. მაგრამ აბა რა ვიცი, გააჩაწერილი. კი, მედო, კი. რატო აიღებ? არა მიხია, იმაზე ყავს გადაყვანილი. only მიზერო სტიჩის რამე არ გაიჭირა. მე უნდა მანახო, უეჭველი. თორე ეგ რომ მიეწერება. უტრეკო რეპერი. მოკლედ ხო და ბეთლო ემსობას რაც შეეხება დავიწყე დანგრეული შენობების მიყრუებულ მაშინ რა ქვია არემონტება უწყოს. არა. ჩემს ზომაკაცის წინააღმდეგ იქიდან მოყოლებული თბილისში ვატარებდი, მარტვილში ჩავატარებეთლი სკოლაში. მოხოდილ ხარ მაგრამ სკოლაში სხვათა შორის მეც და დოკიც ვართ მარტვილელები და მონტანაც მარტვილელია და ეხა კი იცით რომელი არის სამჭედლო ბეთლემსების. და კიდე ძალიან ბევრი ბეთლემში, ძალიან არაცნობილი ბეთლემში არის მარტვილში. ალბათ ნიჭია რაღაცა ეს მარტვილების დამახასიათებელ მოკითხვა ყველა კუთხეზე ქალაქს რა თქმა უნდა და იქ ჩავატარე მოვიგე, ერთადერთი წაგება მაქვს მარტო აი ამ მოყვარულთა ლიგაში, მარტივად რო ვთქვათ. წაგება და ისიც მოყვარულთა ლიგაში. აი ხა ვინც მომიგო ტაშ დაუკრავს. დაუკრა ტაში. ეს კაციც მაგა ბავშვია. მე მგონა ისე ეს. ამ კაცს ბანისთან უნდა ქონოდა ბეთლი, მაგრამ ოპონენტი არ გამოცხადდა და გვესმის, იმიტომ არ გამოცხადდა, წინა დღეს ბეთლი ქონდა და მოიცადე. ბანისთან ინსაიდი. რო დავეციო, ხა ბანისთან უნდა ქონდა რას ქვია, საათ? ჩემპიონში. ანდერგრაუნდში. ის ინსაიდი რა. მაშინ არ იყო ბანი ესე ცნობილი. არა, ეხლა ხანს გეუბნები რა, იმ ბეთლის მერე. და ვინ არ გამოცხადდა ბანი? ხო, არ გამოცხადდა და ეხლა ბანის არ მინდა ეწყინოს, კაცო. წინა დღეს ქონდა ბეთლი 2-2-ზე. ხო. აი ხარ გამოფიტული იყო უბრალოდ და არ შეეძლოდა რომ ვერ გამოცხადდა. და თქვენსა უნდა ქონდათ ეს ბეთლი. ეს ბეთლი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ მოდი ვიტყვი, პელე არ მიწყინო, პელესთან ბაიტზე უნდა ვქონოდა რა. მოდი დაენახე ხალხს, ვიზია საუბარი. მოდი დაენახე, სენსეი. მოგესალმებით. მე ვარ სენსეი. ვიქილის მაკაც ეგრე დამიძახები, მაგრამ სენსეი ვარ მეც და რა უნდა მითქვა. ზოგადად აკაპელა და ბეთ კულტურა ძალიან მიყვარს. 2017 წელს უყურებთ მე ჩემი ზმაკაცის და მეც ბეთლემსი ვარ ანდერგრაუნდში და რაღაც ისტორიას მოვყვე პატარა წეგან საუბარს მოყვარო. მინდოდა აკაპელა ბეთლი ჩამენიშნა და მოკლედ ისე მოხდა რომ ერთად უთხარი პელეს პროსტად უთხარი რომ მინდა თქო და აი ბანის უნდა აგერო და ისე მქონდა რომ უცებ არ ცველოდი ბანისთან თან ბანი მევასება კიდეც ბეთლემში მაგისკენ ვარ და მევასება და არ მინდოდა მაგის გამო ბეთლი ბანისთან მაგრამ მე რო ყოფილიყო რომ შეეშინდაო ბანისთანო ესო მაგიმით დავთანხმდი რა და მაინტერესებდა ბაინს მაინტერესებდა ბეთლზე აკაპელაში როგორ იქნებოდა და მეც кайხანი აღარ მქონია რაღაც ბეთლები ჩამეშალა და რაღაც მიზეზების გამო ვეღარ მოხდა ის ბეთლი ვეღარ ჩატარდა და ვიტყვი რომ თურმე სრული გექნებათ ანდერგრაუნდში შემეხმიანეთ აი ვექლი შეეხმიანეთ და პრობლემა არ არის შეეხმიანეთ რა კი ბატონო და პრობლემა არ არის რა მაინტერესებს იცი ეს რაიმე რუც არ ეხება ეს ამის გარეთ თემა კი ანდერგრაუნდში მინდა რომ ნოსნა
ხო. ცალკე. Просто ცალკე. მე მომავალში არ ვიცი, მაგრამ ჯერ ეგრე მიჩვენია და მე ვნახოთ. ძალიან პატარა დროს საგართვეთ, მეგობრებო, გაკეთდა დონაციის ლინკი, რომელიც არის აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ძალიან ადვილი სისტემა არის, KISAG და ვისაც რამდენი მოგესურვებათ, შეგიძლიათ ჩარიცხოთ. იმიტომ როგორც იზით ჯერჯერობით სპონსორი არ მყავს, ძალიან ძნელია სპონსორის გარეშე აკეთო მუდმივად გადაცემები და თუ გინდათ რომ პოდკასტები გაგრძელდეს, გადადით და ვისაც რამდენი მოგესურვებათ, დაადონატეთ. ეს ყველაფერი არის პოდკასტის განვითარებისთვის და ახლა კი გისურვებთ სასიამოვნო ყურებას. ამ ადამიანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თუ გამოიჩენს თავს რა და შემდეგი მოსაწვევი კაცი ყოფილა. კი და თან ძალიან მაგარ ტექსტებს წერს რა სხვათა შორის მართლა ძალიან მაგარ ტექსტებს წერს არა მე თორის ფაქტი გამიკვირდა უცებ რომ მეთქი რაღაცა წლების წინ თემა იყო რომ ბარი არ მოვიდა და რაღაცა პელესთან ბაიძე სხვათა შორის მე ლაივი მქონდა გაკეთებული პელესთან და პელე ჩემი ძმა არის კიდევ ვაპირებთ პელესთან ბაიძე ლაივების გაკეთებას მოდი რო YouTube-ის თემაში ჩავერთოთ მანდ ეს არის პელე საათი მეგობრებო აჰა მე პელეზე 2 საათიც რაღაც 2 საათი მე ერთხელ ლაივი რომ მქონდა პელესთან სახში იმ დონეზე გაოფლიანდით და იმდენი ოფლი ჩავდეთ რომ გავიხადეთ ჩემი მაისური პელემ თავის თეთრი მაისური და სახში მაგ პელეს მაისური შეიძლება ეგეც გავათამაშოდეს მე ან მე მაქვს კაი იდეა აქ პირდაპირ ცოცხალი პროცესია იმ კეპს მოვაწერს ხელს პელე ეგეც შეიძლება კი ყველაფერია შესაძლებელი თავარია გამოიწეროთ არხი და ბევრი ლაიქები შესწო. კი, აუცილებლად გამოიწერენ ჩემი პოდკასტის მერე მით უმეტეს. ზოგადად როგორი არის ხოლმე ბეტრისთვის მომზადების პროცესი? საშინელი. აი საშინელი რა. აი რა მჭირდა მოკლედ თორნიკე რო აგიხსნა? თორნიკე ცოტა უცხო თოკაფე რო აგიხსნა. თორნიკე მე პრობლემა არა, ხო. რო აგიხსნა რა. როგორც იურისტი მომღერალს მომმართავს. რა და დგებოდი საწოლიდან მარტვილში. მინდოდა ტექსტის წერა და ვერ წერდი რა, იმიტომ რომ არაფერი არ მომდის თავში. საერთოდ მე გავიდოდა რაღაცა დავიკიდებდი, ჩავდიოდი გზაზე რაღაცა, უცებ რაღაცები მოდიოდა, ჩერდებოდი, ვჯდებოდი, წერდი. ხო. და აი შენ მწვანესთან როგორ ხარ? არ ვიცი როგორც იურისტმა შეიძლება თუ არა ვითქვას ეგ და მწვანესთან როგორ ხარ? მწვანე არა, მე საერთოდ არ ვიგარე. არა, რატო ვამბიცი რომ მივხვდი. ზოგისთვის თუ არის რომ აი არა. მოუწიე, დავლიე, მომიტანა, დავწერე. მსგავსი არანაირი დამხმარე. ეს როგორც იურისტი იმიტომ არ ეკარები. არა, არანაირად არ ვეკარები რა. და ახლა მიუხედავად იმისა რომ ფონიჭალელი ვარ და მარტვილელი, არ ვეკარები, არც მიყვარს. და დასალევით საერთოდ რა, ანუ ის მხოლოდ აი ლუდს ალკოჰოლური სასმელებიდან ლუდი მსიამოვნებს. აი ხო, კაი პროექტს ვიწყებ. თვალი რეპერი. დაახლოებით ესე ერქვა, შეიძლება შეიცვალოს. მანდ დავლევ არა. მანდ მოგიწო ერთი ერთზე იქნება ხოლმე, ორი ორზე შევხვდეთ, როგორ იქნება. აი პელესთან ერთად მომიწვია, უნდა დავადუღო. ნახოთ გამოვიცი. საბოლოო ჯამში რა არის, ცი? ერთ რაუნდს რო დაწერ, ანუ ესე თავიდან ერთი რაუნდის წერით არ იწყე. წერ ყველაფერს და მე ის შეიძლება გადანაწილოს პირველი, მეორე, მესამე, მაგრამ არ გეყოს. მე გიწევს კიდე ფიქრი და ძალიან ბევრი ლაინი დაწერილი მაქვს ბეთლის ღამის. ხო და მე შედეგი ეგ არის მე რომ გავიწყდე. ხო, ეგ არის შედეგი რომ გავიწყდება რა და ეგ არის ერთგვარი ძალიან ცუდი თვისება ჩემი. ყოველთვის ეგრე ვიყავი, რა ვსგულისხმობ, ანუ სკოლაშიც რაღაცა გაკვეთილი რო მქონდა ჩასაბარებელი, დილით წავიკითხავდი, ვაბარებდი რა. ხო და რატომღაც მეგონა რომ ეხლა სკოლაში მივდიოდი რა და თურმე ბევრად სერიოზულ ადგილას მივდივარ რა და რაღაც დონეზე სკოლა იყო ხო, იმიტომ რომ მაინც სიახლე იყო ხო. უბრალოდ სიახლე იმიტომ იყო რომ კაი ხანი აღარ იყო ეს აკაპელების თემა და დაბრუნდა და ზოგადად ძალიან კარგია რომ დაბრუნდა, იმიტომ რომ მე მასშიც აღნიშნე და ეხლა აღნიშნავ რომ როცა ეგ აკაპელები კეთდებოდა პივიპის თემაში, მაშინ ვერ ვესწრებოდი მაგ თემებს და უყურებდი YouTube-ზე. და ბიტებით რო დაიწყეს. ხო. რაღაცეთ ჩემთვის უფრო მოსმენად გახდა რა მაშინ და უფრო უსმენდი. მაგრამ მე მივხვდით რაღაცას, რო დავესწარი ამ აკაპელების თემას, აი ეს პირველი თემები რო იყოს, სანამ სეზონი დაიწყებოდა ამ რაიმენუცის რა. შესამზადებელი თემები რო იყო. მაგრად გამისწორდა. ჯერ კიდე ეს პელე და დოკი და ეს ასტავები რო. ხო, სტიჩი და ჯივისა. ხო, ჯი, ხო. აი გამისწორდა რატო იცი რომ არ ჩქარობდნენ, იმიტომ რომ მაგალითად ბიტში ჩაეტიათ რაღაც ტექსტი და არიქა რაღაცა და რო ვერ გესმის რას ფასობენ და პლუს კიდე გესმის რა რას ლაპარაკობენ. კი, აი ეგას ყველაზე მეტად რა. თან ნახე, ანუ ბიტი რაღაც პონჩი შენ მაინც მიმართულებას და გზას გაძლევს, როგორ უნდა იბაზრო რა. და აკაპელაზე მთლიანად შენ თავზე ხარ დამოკიდებული, როგორ მიუტან ამ ხალხს რა, ანუ
დელივერი როგორი გექნება და ტექსტის რა. მან ჩანს რამდენად კარგად ყვებოდი მე გაკვეთილ სკოლაში. ხო რა, ანუ გამოვიგე. აი ძალიან ისე მთლიანად შენ თავზე ხარ დამოკიდებული. მაგითი თუ ვიმშელებთ, ესე იგი ჯიუნა და პელე კარგი მოსწავლეები ყოფილან მაშინ, მაგითი თუ ვიმშელებთ. კი. ისე პელეს ეთყობა რომ მართლა კარგი მოსწავლე იყო. რამე ისეთი რიტუალი ხო არა გაქვს ხომ ან გამოსვლის წინ ან გამოსვლის შემდეგ ან რაღაცა ეს ბეთლზე? ხო, რაღაცა რო აქვს ხომ, ხო? რაღაცა სანთლებს ხო არ ანთებ ხო არ გამოდის. არა. ჩემი რიტუალი რა არის, იცი? რო დაიწყება ბეთლო, რომ გადავხედო, რომ ჩემები ხო აქ არიან რა, რომ აი ხო მოვიხოდო რა და თან სტიჩისთან ბეთლს დააკვირდები, თავიდან ძალიან უაგრესიულები რა, ანუ ვცდილობ რომ ფსიქოლოგიურად იმას აკვნა, დავხიო უკან რა და იმდენი ხანი ველოდებოდი მაგბეთს იმ დღეს, თუ აგრესიას სიყვარულში გადაგიხდა. სიყვარულში კი არა, ანუ დავიღალე და პირველ რაუნდში სტიჩი რო ბაზრობდა ერთ მომენტში ვიდეოში არ ჩანს იმენა ტრიალდები და სკამი პროსტა რო დამენახა აუცილებლად დავიღებდი მოვიტანი და დავჯდებოდი რა წელი ისე მეტკინა და ფეხები ისე დამეღალა რა და აი რაღაც აგრესიულობის თავი მქონდა წარმოიდგინე იქ ვიყავი რავი ერთი 5 საათი პროსტა ვიყავი იქ და ანუ აღარაფრის თავი აღარ მქონდა მაგრამ მე რო უკვე ჩემი რაუნდი მოვიდა და და იქ ფრისტაილი და რაღაცა და ის მე მოვიხოდე ხო რა გახურდა რა და რიტუალი მქონდა ფეხბურთს თამაშის დროს მარჯვენა ფეხზე უნდა ჩამეწო ჯერ ფეხბურთელიც იყავი კი ფეხბურთელი ვიყავი მე არ უნდა თქო შეგაიგაცო ნო ფეხბურთელი იყო ატო სხვათა შორის რა გჭირთ ამ დოკისაც უყავს რეპერებს თო დაიწყებთ ხომ რეპზე საუბარს და მე აი ეს ზაკით ხომ ნიშნეს მოგეთ რომ ფეხბურთელი ვიყავი დაიწყეთ მაგითი რომ ფეხბურთი კი 18 წლამდე ვითამაშე ბოლოს ვითამაშე ნორჩი დინამოში ნუ მაშინ მერანი თბილისში იყო უკვე მაქვს ნათამაშები ვიტ ჯორჯიაში გაგრაში ტრავმა რა წელის და პახების ბოლო ჩემი თამაში იყო გორის დილასთან შევედი ზამენიდან გავიტანე 2 წუთში თუ 3 წუთში ავხდი გოლ მეტი და დახტომის დროს წავიკეცი რა ჯობდა არ გაგეტანა საერთოდ აბა რა გადავრჩებოდი მაინც რა და თელი ამბები რა ვაახ ბიჭო ესე იგი შენ ამბობ რომ პელეს გინდა რომ მხოლოდ დალევაში დაეჯახო თუ ზოგადად ხო პელესთან მინდაო ბეცლი ცოტა ადეკვატური ადამიანი არ უნდა იძახდეს მაგრამ გაგიკვირდება და ალბათ ძალიან გამისწორდება პელესთან ბეცლი რა აი მართლა ძალიან მაგრად გამისწორდება იმიტომ რომ ფიქრობ რომ მაქვს იმის რესურსი ხო რომ პელე დავაგდო რა ოღონდ მართლა რა და არავინ არ გამსაჯოთ ეხა სტიჩისთან ბეცლით იმიტომ რომ რეალური ვექილი არ ყავთ ნანახი რა ანუ მართლა არავის არ ყავს რო დაფიქრდე იცი რა არის პელეზე ბევრი რამე შეგიძლია დაწერო. როგორ დაწერე გამ თავად? არა, უყურებასო, ბევრი რამე შეგიძლია დაწერო, მაგრამ იმას შეუძლია შენზე ბევრი რამე დაწეროს. ყველა ვარიანტში და ამ შემთხვევაში დამწყები, ესე რომ ვთქვათ, უფრო მოგებაშია ხოლმე, როცა გამოცდილ ტიპთან გადის, იმიტომ რომ ბევრი რამე შეუძლია უთხრას. და იქიდან მხრიდან ხო ცოტა ისეთი მომენტია ხოლმე და აი მაგამ ბავშვი და აი მანდ ჩას ნამდვილი ბეთლომშობა რა. შენ თუ შეგიძლია ისე დაუწერო ტიპს და ატკინო რომ მასზე არაფერი იცოდე და თან მოუგო. არა, პელე ისეთია, პელე არ გაუჭირდება, მაგას ვამბობ და ეხა არ მგონია რომ თლად ისე იყოს, რომ ჩემზე რამე არ კონდეს ათქმელი, მაგრამ ნახე რეალურად ბეთლში ვაუ და ეფექტს გაძლევს ის რომ ტიპი შენ ფაქტს ისეთ ფაქტს გაწვის რომელიც არ იცოდი და თან მაგრად გაწვის და პელეზე კიდე რა ფაქტი შენ შეიძლება თქვა ის ფაქტი იცის ყველამ ხო თითქმის და უკვე შენზეა დამოკიდებული ეფექტს წამოიღებს ის თუ როგორი ეთყვი მაგას რა ანუ შენ პროსტა რომ ფაქტი უთხრა მაგაზე არავის არ ექნება იმიტომ რომ იცის ისედაც ეგ ყველამ რა ეხა რა ვიდეო ჩაწერა იქ რატის ბარში რაკნა და იმაში და ამაში რაკნა და იქ თოკაფესთან რა იბაზრა და ასე შემდეგ ყველამ იცის რა აჰა ხო და მე შემიძლია იმდენჯერ არის პოდკასტში პელე მოსული უკვე რომ ხო პელეს პოდკასტი ქვია ხო პელე არის ჩემი ძმა მაგრად ვაფასებ მაგრად მიყვარს ეგ ადამიანი და ვფიქრობ რომ დამწყები არტისტებისთვის შეუძლია სკოლა შექმნა ძალიან ჩვეულებრივად და ჩაატაროს მასტერკლასები რა. პელეც არის ერთ-ერთი ის ტიპი, ვისაც ჭირდება ხოლმე მახათი. წეგან ჩემ თავზეც იგივე ვთქვი, რომ მოვიდა ეს კაცი, რომ აი თითქოს კი არა მეზარება, მაგრამ რო იციან ხოლმე, ხო იცი ნიჭიერი ტიპია, მაგრამ ზარმაცი. აი თან ხო ბევრი პროექტები მაქვს, მაგრამ აი გუშინ ახლა ხონდა რა ერთმანეთთან რაღაც მიწერ-მოწერები, რომ ბეთლზე რატო არ იყავი ისის და დავაი მეთქი დავწყოთ რა ის პოდკასტი რო ქონდა რაღაც ამდენხანი არ ჩამიწერია რა მოვიდით გავაკეთეთ. ესე მომწერეთ ბიჭო რაღაცა და მეც უღაი მექნება რომ მოვიდე და გავაკეთო რა. ლირიული გადახვევა. ეხლა რა შეიძლება დანარჩეს ბეთლებზე ვისაუბროთ. ზოგადად ქართული რეპის თემა რომ მიმოვიხილოთ რა. აი შენთვის ეტალონი ხალხი ასე ვთქვათ. უფრო ვინ არიან აი ძველებიდან ორცქულიდან რო ვთქვათ ჯერ
და ვის უსმენდი ზოგადად აი ბავშვობაში? მაგრად მევასება ჯერონიმო, მართლა ჯერო არის აი რა ლეგენდა არის ჩემთვის ქართული რეპის. ჟურიკო კოკლიანი უძლიერესი. ცოტა მაგარია დღეს ჩემი ბებო. კი, ზაზა ითვლება ძველებში. ზაზა რო კი ამ სიტუაციაში ითვლება, იმიტომ რომ წლებია. როგორც რეპერი ზაზა. და ძველებიდან ეხა თერიკა უეჭველი, თენთენიც რაღაც პონჩი. თენთენი რაღაც პონჩი კი არა, ხო, მაგრამ თენთენის ახალი ტრეკი რო დაიდო, კლიპი. კი, ძალიან გიჟია. რეპერი მგელია იმენა, კი. რავი, ბევრია რა, ეხა ესე ვინმეს არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ აი მაგალითად ეხა ახლებიდან მე მაგალითად ჩემთვის ძალიან მაგარი რეპერი არის ათა ბაბადანი, ქურუმი. მე ახალს ვიწყობ. არა, რა თქმა უნდა, თავისთავად რაზგრინიც, ჩემთვის ეგენი არიან ახლები რა. იმიტომ რომ მე ხა ასაკით არ ვარ იმხელა რომ რაღაცა აი 90-იანებიდან მოვყვებით თქო ამ რეპერტუარს რა, ეხა 2020 წლიანი ვარ და მაშინ ესე შეგვიძლია დავყოთ. შენთვის ახალია, იმიტომ რომ შენ დაიწყე. ხო რა, ეგეთ თემაა. კი, რა თქმა უნდა. რაზგრინიც რამდენი ხანია? კი ბატონო და კიდე რა ვიცი რა, ანუ ეს გრინები მაგრად მევასებოდა, ძალიან agrad მევასებოდა რა. არა, წანეს დავეტანება, მაგრამ გრინები ხო, გრინები მევასებოდა და ის მეორე მწვანე? და მეორე მწვანე იასნა ეხა. კაზიჯაზი ძალიან მაგარი ადამიანი, მოგონება იყოს, მართლა პირადად ვიცნობდი და ძალიან კარგი ადამიანი. და სხვათა შორის ამბოლო დროს ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე მეოთხე დასს. და უსმენ, ყველაფერს არ უსმენ, იმიტომ რომ ჩემთვის რეპში არ არის მთავარი ბიტი და რამდენად მაგარი ფლოუ გაქვს. მთავარია რას მებაზრები რა. აი ხა შევთქი მეოთხე დასს უსმენო. დისების თემაზე ხო და მაგიტო შემოვაგდე. მე გიწევ ხა რეიტინგს რა. იმიტომ ვიდა არგინეს შემოვარდება ეს. მე რომ კი შემოვარდეს თუ ბეტზე რომ მივდიოდი მეოთხე დასის აბიტურიენტებს რო აქვთ იმას უსმენდი. მაგრამ კიდე ანუ დისი არის ნომერ პირველი კულტურა ჩემთვის რა, ბეთ სამყაროში რა, დის კულტურა რა, იმიტომ რომ დის კულტურით განისაზღვრება რეალურად შენ მართლა რასაც ბაზრობს, ეგეთი ხარ თუ არა რა. შენ რომ მაგალითად ბეთზე იძახი რა, მოგაჭრი თავს და ის ეს და მე რომ ვიღაცა გაგდის თავს და ხმას არსემ საერთოდ რა. ესა კი რაღაცა მომატყუე რა. ხო და ეს დისკულტურა არის საჭირო. გარდა იმისთვის, რომ ერთმანეთს იაგრესიულონ და ერთმანეთს ისა პროსტა, ნახე, გაბრაზებულზე უფრო მაგარი ტრეკები იწერება. რაღაცა როდისა ვიღაცას რა, ფაქტია, ხო, ჩვენთან ეგრე არის რა. ვიდრე ჩვეულებრივად რა. მაგრამ ერთი არ მომწონს, რომ ეს ფანების გადაკიდება ერთმანეთს. ეგ ნახე რა არის. ეგ არ მომწონს. ეგ ცირის ბრალი არის, ეგ იმის ბრალი არის, რომ თვითონ ამ ხშირად ამ რეპერებს არ ესმით ეს დისკულტურა რა და ხელს აწერენ იმაზე რომ კი მოდი გადაეკიდნონ ფანები ჩვენ გამო რა. ვითომ? მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ მსმენელები მაგალითად ამ შემთხვევაში რომ უსმენთ და ყოველთვის შეიძლება არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყავს ჩვენი საყვარელი რეპერი და ამ დისებშიც მხარეთ შეიძლება წარმოჩინდეთ, ხო? და იქ ვიღაცამ რაღაც კომენტარი რომ დაწერო, შეიძლება მიიღოს პირადად ამ მსმენელმა რა და რაღაცა ის, მაგრამ ანუ ეს არის შოუ ჩემთვის რა, ეს დისკულტურა რა და მოდი დატყვი რა ამ შოუთ იდისაონ ბოლოს აგერ გინდა კამიდაბანი აიღე, გინდა დასი და ვინც გინდა ის აიღე რა. ბოლოს რაც არ უნდა იყოს ვები ვარ, კაცები ვარ. ხო რა და კაი, მაგრამ და კიდე ხო ეგერთი არ მოწონს ხო ფანების გადაკიდება და კიდე მეორე მომენტი რა, როგორც იცი ხა ყოფილი არ არსებობსო, მაგრამ მე სადრე ხო რეპერობდი და ვაკეთებდი ტრეკებს და იყო ეგ თემა რომ ჩვენ დროსაც იყო დისები და მაიმუნობები, მაგრამ დედას არ შევხებიო. არასდროს არა. ეგ არის სხვა. აი ეგ არ მოწონს. მე მაინც ვფიქრობ რომ ატკინე გადაუარე, მაგრამ ოჯახის წევრის თემა მაინც ხო, ანუ რაღაც სენსიტივი ამბავი. ეგ არის და მაინც საქართველოში ვარ და ქართველები. ხო და ეგ იდეაში არის უკვე ეგ ლაპარაკობს. განზოგადება უნდა მოხდეს რა. შენ თავზე ლაპარაკობს ეგ რა, უფრო მეტად რა. ხო და ნუ იდეაში დისკულტურა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში არ გვაქვს ის დისკულტურა, რაც უნდა გქონდეს. რო გადახედავ ამერიკაში და ევროპაში დედას კი არა, ინვალიდ შვილებს ერთმანეთს და ხო ხდები, რაც აი საერთოდ მიუღებელი არის რა. ხო და ჩვენთან საქართველოში ისეთი თემაა რა, გადისა დასწეს მე ვიღაცა ჩერეს ნაცნობი აღმოჩნდება, წავიდა მოგვარდე დალაგე. ეგრე ჯობია ხო, აბა ეხა მართლა იარაღს ხო არის ეს ადამიანი. მეოთხე დასის რომელიღაც წევს ეწერა თუ
ფანს ეწერა არ მახსოვს რომ მართლა იარაღებს ხო არ დაადგებენ ერთმანეთს და ხო არ ესურიანო და ძალიან სწორიც არის რა თქმა უნდა რა სადღაცაც უნდა დამთავრდეს რა ეგეც რა ეხლა იმ თემასაც შევეხოთ ვერც იქ ვერ წავედი სამწუხაროდ 2-2-ზე ბეთლის ამბავი რო იყო რუსულ ბეთლებში ერთ თემა მაქვს თანახი და შენ რას ფიქრობ გაამართლებს ეს პროექტი მეც არ ყოფილვარ მაგ ბეთლზე მაგრამ რაც მოვისმინე ძალიან მაგარი ბეთლი იყო რა და სპოილერები რაღაცები დევს რა თქმა უნდა ხო მე ვეცდები რომ არაფერი ხო ვეცდები რომ არ გავაჟღერო არაფერი მიუხედავად იმისა რომ ვიცი რაღაცები 2-2 ანუ მოსიძეები დაეჯახნენ ერთმანეთს ხო ეგრე იყო და ბევრი როგორ გითხრა რა 2-2-ზე ბეთლი 1-1-ზე ბეთლისგან ჩემთვის იმით განსხვავდება რომ ერთ ბეთლს 4 ხმაში მოისმენ პროსტა რა ხო და რაღაც პონჩი შეიძლება ანუ ჩემთან ახლოს ახმებში გაშლა და ხო და ანუ ესტრადაზე სიახლეა მაინც ასე თუ ისე ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს უსურვებ იმიტომ რომ ნებისმიერ სიახლეს ჭირდება მხარდაჭერა ყოველთვის და ის მერე უკვე გაამართლებს თუ არ გაამართლებს სხვა საკითხი არის რა და ჩემი აზრით გაამართლებს 2-2 ბეთლზე იმიტომ რომ მივდიოდით მაგალითად ორი ჩვენი საყვარელი არტისტის მოსასმენად ეხა წავა ადამიანი 4-ის მოსასმენად და მარკეტინგულადაც ძალიან მაგარი ამბავია უფრო მოგებაში ხო რა ნუ ეგრე გამოდის რაც არ უნდა იყოს და წარმატებებს უსურვებ მიუხედავად იმისა ჩემი შეხედულებებისა მაინც ამ კულტურაში არიან PvP Flow-ა, Flow Magazine-ია თუ ვინც არ უნდა იყოს, წარმატებებს უსურვებ, იმიტომ რომ მათ დაიწყეს მაინც რეალობა და მოცემულობა, ეგ არის ყველაფერი დაიწყეს მათ რა და მაქედან მომდინარეობს ეს ყველაფერი. კარგი, ეხლა ცოტა იქითაც რო გადავინაცვლოთ უცხოელ რეპერებში. ხო. ვის უსმენ, ვინ გევასება? ხო, აქ ეხლა ცოტა ბანალური ტიპი ვიქნები, მაგრამ Eminem-ი, Tupac-ი, Tupac-ი ძალიან რა. Old school-ის კაცი ხარ? Old school-ის კაცი ვარ ბოლომდე და დაჟე ჩემს ტრეკებსაც ვთვლებ ხოლმე ბუმბეპ ვაკეთო რა. მაინც underground. რომელი ტრეკები? სად არის? ტრეკები სად არის? Короче, სანამ ეს პოდკასტი დაიდება, უეჭველი დაიწერება. ბაზარი არა, დაიდება. ხო და Eminem-ი, Tupac-ი რაღაც პონჩი მე უკვე ცოტა ეხლახანს რა. დაუმღამე Kanye West-ს დაუმღამე, Kendrick Lamar-ს დაუმღამე. აი პირველი ვინც იყო, ვინც უცხოელ Tupac-ი იყო, All Eyes on Me-ს მეთქი სო რა, ძალიან ასწორი. ეგ არის, ხო, მოусმინე ეგ არის. Eminem-ის ეს ლაიქზეთ იყო ერთ-ერთი კიდე პირველი, იმიტომ რომ რაღაცა პოსტი გავიჭიტა, ვკითხულობდი და მეთქი ეს რა არის, მეთქი და მომუსმინოთ და გამისწორდა მაგრად რა. Eminem-ი ხა ვიღაცისთვის მასხარა, ვიღაცისთვის ის არის, მაგრამ ლეგენდაა ცოცხალი. ტიპმა ჯერ კიდე რომელ წლებში გასაგებია რომ დოქტორის გვერდზე დგომა და ისა და მაგრამ მაინც ძალიან მაგარი თემები გააკეთა და ეხლაც ხოძეა ტიპი ჩვეულებრივად საკაიფოდ აკეთებს ძალიან მაგარია რა და რავი ძირითადად როგორ ვარ იცი რო გითხრა რომ მაგარი მსმენელი ვარ თქო ხო მოგატყუებ რა და ხანდახან აი ჩემს მეგობრებს ვთქვამთ რომ აი რა გინდა რეპში ეხა შენ რომელი რეპერი შენ ხარ და რა რეპს შენ უსმენი იმიტომ მოტივაციას გიკარგავ მიკარგავენ კი არა მიძლიერებენ იმიტომ რომ ჩემ მანქანაში რო ჯდებიან და იქ მე ჩიტო გრიტოს რო ჩავტავ და რაში ვაშია ჩიტო გრიტო რეპთან ხო ხვდები მაგრამ მე მაინც შემიძლია რომ ეს დავაბალანსო სხვადასხვა რეპ წარმომადგენლის მოსმენით და ასე შემდეგ რა კაი აი მაგალითად როცა გამოდიხარ აკაპელაზე და ერთი გამოსვლა იყო, მაგრამ ხო ვაპირებ კიდე გამოსვლას. მან როგორ არის ახლა მაგალითად შენთვის ხელის შემშლელი ის თემა არის, მაგალითად რომ შენ რო ბაზრობ, აი კრაუდი უკინა და რაღაცები რომ მაგან შეიძლება ტექსტი დაგავიწყოს თუ როგორ ხდება ეგ ამბავი. მოკლედ ტექსტის დავიწყებას ხალხს ვერ დააბრალებ ვერას. არა. პირიქით ხალხმა თქვა ხელს კი არ გიშლის, ხელს გიწყობს რეალურად რა და რატო? იმიტომ რომ მაგ უთი შენ რაღაცა мотиваცია გიჩდება და შინაგანი რწმენა რომ მაგარი რაღაცა გაჩიტე. და აი წინა ბელძზე ბევრ მომენტში მე ვჩერდები, იმიტომ რომ მიკროფონი რომ მეჭირა და ჩემი ხმა მესმოდა, ხალხს ხმას ვერ ვარჩევდი და როგორი თემა იყო, იცი რომ მომენტში როცა ვფიქრობდი მე რომ უნდა ყოფილიყო, არ მინდოდა ყოფილიყო ისე რომ ამათი ვუ და ჩემი ტექსტის გაგრძელება ერთად ყოფილიყო რა, მინდოდა რომ დავლოდებოდი და რამდენიმეჯერ მაგის გამო გავჩერდი და მე რო უყურე ვიდეოს ველაპარაკე ხალხს ისა და ჩემების სახით მითხრეს რომ აი
ნუ ელოდები ხალხს, ნუ ჩერდები და რეალურად ეგრე არ იყო რა, ანუ მართლა ვჩერდებოდი იმის გამო, რომ ხალხს ნუ ეთქვა. მე ვიყავი, მეგონა ვადასტურებ. კი, პროსტა იმ პონჩი ვჩერდებოდი, რომ მე ჩემი ხმა მესმოდა და ხალხს ხმას ვერ ვიგებდი რა. ხო და ანუ მოდი ისე ხვარშვები, ხო ხალხს ხმას ხვარო იმაშვება, უს ხვარშვება და მე ხვარ ვაგრძელებ ტექსტს რა. რომ მინდოდა რა გაიგო ხალხს რასაც ვაზრობდი, ეხლა უს რო ყვირის კაცი იმას ვერ გააგებინებ იმ მომენტში, ხო? რაღაცას უნდა აცადო რეაქციის გამოხატვა, ეს ელემენტარული პატივისცემაც არის რა. რომ აცადო ადამიანს რეაქციის გამოხატვა და თავიდან ანუ გააგზელო მე. ხო და ეგ მომენტი მქონდა, თორე აი მოდი გავჩერდები ახლა, იმიტომ რომ მაგარი რაღაც გავჩერდე, მართლა არ მქონია ეგეთი რაღაცა რა და სხვადასხვა ხალხზე ვარ ძალიან ნაწყენი, მე იმიტომ რომ ბევრი რაღაც ვერ დაამუღამეს ჩემ ბეთში რა. და მეგონი ძალიან უარყოფითი კომენტარები ელოდება ვიღაცას ეს ჯვი მაგ. ხო და არა, ბევრმა დაამუღამა, მაგრამ აი ძალიან ბევრმა ვერ დაამუღამა რა და რეალურად რა არის, იცი რომ მეც თვითონაც ვფიქრობ რომ შედარებით რთული ტექსტები მქონდა და უფრო კარგად განათლების პრობლემა მაგას გულს. განათლების პრობლემა არ არის. შეიძლება ჩემი მხრიდან delivery-ის პრობლემა იყოს რა. ვერ მიუტანე ადამიანებს, მაგრამ რა არის ისი ხა აი ტიპს რომ მაშინ ხალხზე რატო ხარ განათლებული? ხო და აი ნახე არ დავბადებულად ჩერნობილში, მაგრამ 2-ზე მეტი თვალი და 1-ზე მეტი ტვინი მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ვერფლოუს გამოვნებას, ფიზიკოს, მისტიკოს, მისტილოს, თუნსიწყობას, ლირიკოს. ანუ ეს ეგონა ხალხს რომ პროსტა სიტყვები მქონდა რა, რაც ერითმებოდა ერთმანეთს, მაგრამ რეალურად რო დააკვირდე, ყველას თავისი აზრი აქვს რა, ანუ აზრიდევს ამაში რა და მე 1-2-ჯერ რომ ვკითხი, აბა რა გაიგე აქედა რა, პროსტა რითმა რა და გამიტყდა რა მაგრად რა და პროსტა რითმა? ხო და ანუ ეს პროსტა რითმაობაც არ მევასება რა, ანუ ეგ იგივე აბაზანაში შეხვიდე, წყალი მოუშვა და გამოხვიდე რა და მაგას მირჩევნია, ვაფშე არ დავწერო, ხო? მაგრამ შემდეგ, კაროჩე მეორე სეზონში გეუბნები. გიჟივით იქ. აუ, აი, პროსტა აი, დაწყებული მაქვს თან წერა უკვე. აი, სტიჩისთან რაც გარეპე. ხო. რომელი რაც საუკეთე. ფიზიკურს ხო, ხო, რაც საუკეთე ზოგადად. რომელი დაგამახსოვდა შენი წაკითხულიდან ყველაზე ისეთი, რომ აი ხალხსაც იმოქმედა მაგალითად და აი მაგალითად ის რომ იქნებ შენ არც ხარ არავინ და პროსტა ხარ სოფობედიას ქმარი და კიდე ერთი მქონდა მესამე რაუნდში რომ მესამე რაუნდში ესეთი რომ მე როგორც სომეხი პარალელურ სამყაროში საკუთარი მიზნის მისაღწევად ენერგიას არ დავზოგავ თქო რა ანუ აქ მქონდა ორმაგი სომხებს იცი რატო რა კალბურთს გუნდი იცი არა სუის პარშიო კალაცა იმას ბურცას ნაკდებენ და მაგიდა ეგამბავი და მე მაგ ესეთი გაგზელება მაგრამ ეხლა მწვავს ფიქრები მწველი რომელი ქუჩას ჯობს ამ გვამის გასაუჩინარებლად თამარ მეფის თუ მაჩაბელის ანუ თამარ მეფე და მაჩაბელი პროსტა არ მყავს ნახსენები ორივეს გვამი გაუჩინარებულია და მაგ პონჩი რა თამარ მეფის თუ მაჩაბელის რა და მე მან დაგზელებ იქნება არც არავინ არ ხარ და პროსტა ხარ სოფობედიას ქმარი რა ეგეც იმ პონჩი რომ ანუ ტიპს მიშამესხად კი არ იწრავენ ანუ სოფობედიას ქმრად რა ხო და ხა და იქ დაამუღამა ხალხი როგორ შეატყე თუ კი დაამუღამა კი და მანამდეც ანუ რაც მე როგორც მე მივხვდი ახლა ხალხს უნდა და მოესმინა იმენა ისეთი ფანჩები რასაც მარტივად გაიგებდა რა აი იმაზე შენ ხარ პელე BPM-ზე შენ ხარ ბეთში თამადას შეფასება ანუ რაღაცა აი ეს რა და თან კიდე ერთი რაც მინდოდა რომ მაგრად დაემუღამებინათ იყო ეს რომ რამდენიც გინდა დაადე შენ ცხოვრებას ფასი მაინც იქნება ფარსი და შენი ტეკილა არაა გვადალახარასი რა ეხლა ნახე ანუ მან რა მინდოდა რომ ტეკილა რეალურად მოდის გვადალახარასიდან რა ეს არის მექსიკის ერთ-ერთი ის არის ქალაქი რა და შენ რაც არ უნდა იბაზრო მეთქი შენ არ იქნები მაგის შემქმნელი ვიღაცას ნაბაზრი აქ მეთქი რა უკვე და პირველი წყარო შენ არ იქნები ამას გულისხმობდი რეალურად რა და ნუ ეხლა ამას ვერ მოთხოვ ტიპს რომ გინდა თუ არა დაამუღამეო რა არიქა ჩვენი ფანები გენაცვალე ჩემოგი კი ჩამოვალ მოგიწევთ ხელს კაცი ლაპარაკობს ეხლა მოუდა მატარებს ხო და რავი ბევრი რაღაცა იყო ან მაგალითად შენ მახსენებ ვიქტორ ჰიუგოს ერთ-ერთი ცნობილი რომანის გმირს ოღონდ პირიქით აბა თუ დაამუღამე რა არის შენ გეკითხები აბა თავიდან თქვი როგორო შენი ათლეტიზმის შემხედვარე ხო მახსენდება ვიქტორ ჰიუგოს ერთ-ერთი ცნობილი რომანის ერთ-ერთი გმირი ოღონდ პირიქით ხო ანუ ის იყო გამხდარა და შენ ხარ მსუკანი იდეა დაახლოებით ეგეთია კვაზიმოდო რომელსაც აქვს კუზი ოღონდ პირიქით ღიპი რა ანუ სტიჩი ხო აი ხო ხედავ რა და სხვადასხვა მაგბეთლის მერე სტიჩი დაიწყო კვაზიმოდო არა მაგბეთლის მერე სტიჩიმ დაიკლო ფეხსაც ის აღარაცია საერთოდ რა და ვაფშე იმენა რაძეცია იცი ხა ფეხსაც მე რა უწოდა გინდათ გამოსწორება თქვენი ფიზიკურობის და ასე შემდეგ ნებეჭლავე ფეხმუცელაო მახსოვს ხო ფეხმუცელა ცილობია თუ ფეხმუცელი და
ერთ-ერთი ჩემს მაგაცი რონახა ეგბეთლი მეჭხლა იმიტომ რომ თვითონაც ეგეთი საშუალები არა სურამელები ვიცოდი ფეხმუცელები და ეგეთი ხორმუცელები და რა კაი იმისი სტიჩისი დაგამახსოვდა რომელიმე თუ იმჯერად არ უსმენდი ზოგადად რომ მარტო ვიჭერდი ახლა ჩვენში თქვი მართლა არ უსმენდი და გეტყვი როცა რაღაცას იტყო და მე უკვე ფრისტაილს ვაწყობდი ჩემ თავში და დანარჩენი მეკიდა რა ხო რო გამეცა პასუხი რა და ერთი რაც მახსოვს იმიტომ მახსოვს ისიც რომ ფრისტაილი მქონდა დაწერილი და პროსტა თქმა დამავიწყდა არის კახელები და მტევნები რო იგულისხმა რა და მაგაზე მინდოდა რაღაცა მწარედ მეთქი მთელ კახეთს ავუბუნტებთ ხო რა ისეთი ის მქონდა რაღაცა მაგრამ თქმა დამავიწყდა თორე კახეთი ჩვენი გულია და სტიჩისაც დარწმუნებული ვარ მაგრად უყვარს და არაფერი მსგავსი რა თქმა უნდა მხოლოდ ბეთლია და აი რითი მოგიგო როგორ გონია სინამდვილეში ეხა ექსკლუზივი და სიგიჟე ამბობის მეტები შემეგებოდა სტიჩის ეგბეთლი არ მოუგია არა დაგვესიზ არა ეგბეთლი მოვიგე მე უბრალოდ ქულების სხვანაირად დაამონტაჟეს არა ქულების შეჯამებისას მოხდა შეცდომა ეს ნაღდი თემაა რა ანუ შეგვიძლია ვთქვა და კი შემიძლია თამამად ვთქვა რა ხო და ანუ რა გამბოდის ეხა რომ დიჩის დაურეკავენ და რა ხდებაო რა პონტია არა დიჩის მანდ ნახე რა მოხდა ბეთლამდე მე ყველა გავაფრთხილე რომ თუ კი ახლო ბეთლი იქნება თქო მირჩევნია სტიჩის მისცეთ იმიტომ რომ მე აღარ ვაპირებ მეთქი გამოსვლა და სტიჩის არ მინდა мотиваცია დაეკარგოს თქო რა და სეზონზე მინდა გამოვიდეს მეთქი იმიტომ რომ სტიჩის პელესთან ბეთლი ანუ გაყიდე ბეთლი ბეჭო თუ მე რა გავყიდე იქ ვიღაცა ერთმა ტიპმა ვერ დათვალა რა ჩემი ბრალი არის მაგრამ რა ის რა თქმა უნდა თუ გინდათ მიიღეთ სერიოზულად, თუ გინდათ მიიღეთ არასერიოზულად, ჩემთვის არაფერს არ ცვლის საერთოდ რა. ვინც არ უნდა დაეჯამა რა, შეცდომაც არ უნდა მომხდარიყო, მე მაინც გამარჯვებულად ვთქვი ჩემ თავს იმ ხრივ, რომ მე მანდ გავედი, გაგიცანით. ხო, მთავარი ხო გამოსვლა არის რა, იდეაში ხა. კიდე და კიდე დიდი მადლობა. ოქროსოდები ხო არა ბოლო. კიდე და კიდე დიდი მადლობა დიჩის და მთელ გუნდს ვინც არიან კონტროლ რუმს და ამ შემთხვევაში უკვე სახელოსნობა არის, თოკაფეს, ყველას ვაფშე რა. ვისაც ითი შეგვიძლია თითოეული და საერთოდ არ მაინტერესებს ის ქულები და ის შედეგი რა, იმიტომ რომ მართლა სხვანაირად შევხედა უკვე ბეტკულტურას და მაგრად ასწორებს რა და მაგრად არ მაინტერესებს სეზონს გარეთ მე მოვიგე სეზონს რომ მოვიგებ ვიცი მეორე სეზონს ვინც მოიგებს თქვენ ციცოდეთ ხალხო და ვინმეს თუ გაქვთ პრეტენზია ელოდებით ყველას საერთოდ ყველას იმიტომ რომ ერთს აქვს პრეტენზია ჩემთან ბეტლაობაზე არის თქვის? როგორ არის თქვის, კაცო? ვილენი თუ თვითონაც ვერ გაუგია ვინ არის? ჩემთან იყო პოდკასტი. საბაშა რა, იტოში რა. მაშინ საბაშა იყო ჩემთან პოდკასტი. ხო, რა და რავი სეზონს გარეთ მინდაო შენთანო რა, იქ რაღაცა ის ყოფილა. იქ იყო საბაშა ვის დაეჯახა? დოქს. ხო, დოქს დაეჯახა. აი იყო უკვე ეგ ბეთლი? იყო კი და ნუ იქ რაღაცა ბაზრობდით რაღაცა და მოდი ვიბეთლაოთო რა. ხო და ძალიან მოუგე, ოღონდ მართლა ძალიან მოუგე. ეს პროსასაუბორში. ანუ ყველაფერში მოუგებ ვაფშე, რაშიც გინდა რა, ანუ აი შეიძლება კომპიუტერულ თამაშებს ჩემზე კარგად თამაშობდეს, მაგრამ FIFA-ში მაინც მოუგებ და აი ბეთლში ნებისმიერს მოუგებ ვაფშე რა, ოღონდ სრული სერიოზულობით ვიძახი და ვისაც გინდათ ქედმაღალი მეძახეთ, ვისაც გინდათ ტრაბახა, გეუბნები სტიჩისთან ბეთლით არ გამოიტანოთ დასკვნა და ვისაც დასკვნის გამოტანა გინდათ სტიჩის ბეთლიდან რა, პირდაპირ გეუბნები ყველას რა. ბეთლის მერე სტიჩის მაკაცი დოკი და თქვენთვის ყველასთვის ერთ-ერთი საყვარელი ბეთლებს მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ შენ მოიგეო ჩემი აზრით. ტელესთვისაც მე მოვიგე ეგ ბეთლი, სხვათა შორის შეფასებას თუ მოусმენ. რა ოქნა ძმა. და ისე რა შენ მოგიგია. მე ვიწყებ უკვე. არა შეშლიათ ის. ხო, ეგ დავივე ეგ არაფერია. ანუ აქედანვე იწყებს უკვე რა. მე ხა შენს პოდკასტს აუწიე. აი ამ მოდით შემოდით რა. აქედანვე იწყებს გაიგე იმ თემას რომ მე მეორე სეზონში ვიძახი, პირდაპირ გულწრფელად ვიძახი რომ პროსტა მომაკ სეზონი და ვსო არ მაინტერესებს სხვა არაფერი, იმიტომ რომ მართლა გძნობ რომ ანუ კი არ გონია რა. აი მენამ გძნობ რომ წამოვიღებ რა. კაი, ეხლა რა უნდა კითხო კიდე. შენი აზრით ჯობია უფრო მწარე იყო თუ უფრო იუმორის მიმართულებით იყო? ძალიან მაგარი შეკითხვა და კარგად გამოვიდეს ყველა. ხო. მაგრად არ მისწორდება. პელეს ორივეა გაერთიანებული. ხო, მაგრამ კი, მაგრამ პელე უფრო მწარია მაინც რაც არ უნდა იყოს რა. ვერ იტყვი რომ აი ეხლა რომ დაიდება ბეთლები რა. სპოილერი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მიხვდებით რომ ერთ რამეს ვიტყვი რომ მეზიზღება გააცინე და მოიგე ბეთლში რა. ანუ განა არ მევასება. აი მეზიზღება რა 50 ლარი
100 ლარი. დაჟე იმ დროინდელი ვარდუსაიძე რო წამყვანი იყო. ხო რა და ეხა ნახე ხანდახან რაღაცა ბეთლებზე დავფიქრებულო რომ მოდი ძმაო გადია გააცინე და მოიგეში ფულს მაინც იშოვიტო აქ რა გინდა ო ვის რასაკეთებ ვაფშე ვერ ხვდები ეხლა რა ხო არის მაყუთები თუ ეხაც არ არის კი მე როგორც ვიცი არის ეხა არ ვიცი მაქვს თუ არა უკვე ამისთვის მაგრამ ოჰო კარჩე მაგრა გვებძვია ერთი ვაგონი ხალხი ჩამოვიდა ხო და რა არის იცი თო კაფე რო ანუ არ მევას ბაზარი არა მოსულა იუმორი რა ოღონდ ფანჩნარევი იუმორი რა ეხა მე რაღაცას მომიგონებ შენ და ანეკდოტს რომ მოყვები და იქ ხალხი დაიპრიდება სიცილით კაცზე ყავდო ყვერები უშინაო ეგა მოირო ანუ სიცეს მირჩევნია ო რა ანუ ყველა ვარიანტში რა მაგრამ ეგეც საჭირო არის რაღაც პონჩი იღადაო რა და იღადაო იმიტომ რომ ოს რასაც გაუჭიტავ ის იმას შეიძლება მეტოქე სიდაც ფსიქოლოგიურად არაფერი არ უქმნას მაგალ რა მაგრამ რაღაცა სიგძია ეს დედა მოთხა მომავალი არ მაქვს მაგ ხელა ამათი ხო და ანუ აი ესეთები მეზიზღება ბეთში რა მომავალი არ გაქვს ზმა მაგ ხელა რა ხელა ლაინი გაქვს ზმა კაი ბიჭო გამო რა და მე ბეთლავე რას მე გააცინე და მოიგებები სადმე ნახა გიორგი ვარდოსანიძე ჩიტოვიჩი ჩაინიკა თუ რა ხდება ვარდოსანიძე ხა თავის ამბავშია მაგრამ ენათვალოს შემითავი იმიტომ ვახსენე რომ ჯერ კიდე ადრინდელი თემა რო იყო მეთქი და 40000 ლარი ვარდოსანიძე კიდე სხვანაირად ამბობდა ხოლმე მაგ თემას რა ბეთლი ვისთან გამისწორდებოდა იცი YouTube-ზე რო იყო პროვოკატორი გახსოვ მაგრად გამისწორდა რაღაცებს აკეთებს ხო არ ვიცი ეგ ვინ არის ეხა ვაფშე მაგრამ მაგრად გამისწორდებოდა მაგასთან ბეთლი იმიტომ რომ ტიპი იმდენად არა ადამიანია რა იმენა მაშინ ეგრე იყო მაგრამ ეხლა შეიძლება შეიცვალა მოინანია ხო რავი მოინანია მაგის მონანიება მიაბიცი მე რა მონანიების გზებიც ვიცი მაგით არ ხდება და სხვა რამე თუ არსებობს ეგ არ ვიცი ხო და რას ვამბობდი რა ნახე ჟიურიში გიდგას ენაისი ხან იანგ მაიკი ხან პელე ხან გროტასკი და ბეთლაო ბისერო თითქოს ჟიურიში ყავდეს ნიკა არაბიძე და ჩაინიკა და კამანდა რა და ვახო ბიჭიგაშვილი და ეგენი და არ მინდა რა მეღადაო ძმაო როცა გინდა სადაც გინდა არ მეწყინება არაფერი მაგრამ მე ბეთლავი თან პახოდუ რა აი ამაზე ვარ მე მოკლედ რა ესე რომ ვთქვათ რა და ძალიან გავრაზებული ეგ არის შენი კომენტარი აი ეგ არის ჩემი კომენტარი კაი საქმე უნდა ვაკეთო რაღაც სუდი რა და უნდა აბა გლახა რა თქმა კოხორას რო ეკითხებიან მარტო იყავიო თუ რამდენი 4-ნიო და 4-ნიო და 4 ვიყავით და 4 მარტო ანუ ეგეთი ბეთლი არ მოხდა არა ხო მირჩევნია რომ ვაფშე მთელი ბეთლი იმენა უიყოს ვიდრე ვიცინო მაგრამ საჭიროა ხანდახან რა ზოგს იმიტომ რომ არ გამოშტის რა პროსტა რა ზოგს არა ძალიან ვიოს და რაღაცა იქ ანეკდოტები მწვანე ჯიდან ამოიღებენ იმებს ლაინებს და გადააკეთებენ რა ისე სხვათა შორის მაგასაც უნარი უნდა რომ იცოდე აი მაგალითად ცოტა ისეთ გადახვევას გავაკეთებ და აი ლელა წურწუმია და ნიკა არაბიძე ნუ გულიაშვილიც არიან ადამიანები არ არსებობს რომ ანეკდოტს რომ მოგიყვება არ გაგეცინოს. ეხლა მე მაგალითად შეიძლება რაღაცა ამბავი მოვყვე, მაგრამ აი ანეკდოტი რომ მოვყვე ვერ გაგაცინებ. ვერც გააცინე და მოიგეში ვერ გავაცინებ და ვერც პატაგურიაში ხო აქ ის ანეკდოტების შოუ. ხო, მაგას ხო და აი ნახე რას ვამბობ ბეთლის მე მირჩევნია თოკაფემ დამპატიჟოს ვიდრე პატაგურიაში ანეკდოტების შოუში. ჩემო ვეკილ ესე იგი ეხლა 50 წუთია რაც ბედაში ვბაზრობთ. იმის გარეშე რომ იქამდე 1 ტიკეტი ვიბაზრ რა. ხო და იმედია ფილტვების ანთებას არა ვიკიდებთ, სიცხეს არ მოგცემს და ასე შემდეგ. იმის და მიუხედავად რომ ხელოვნებამ სწრებს მოითხოვს, მაგრამ არა ეგეც რომ მოუკვდეთ და ჩავძახდეთ. ყურს ვერ მოვიჭრი ახლა. არხი გამახა ვან გოგი გამახსენდა და განათლებაზე რო ვან გოგი. არხი გამოიწერე, ბიჭო, გამოიწერე. მე ბონდოს ბიჭები გამახსენდა. და მე რაზევ საუბრობ, მაგრამ განათლებაზე და ბონდოს ბიჭები გამახსენდა. ხელი ძაღლი რო იყო, ახლა ციუძახს იღებენ და გაგზელების ამბავია და ძალიან კაი. კოლდ დოგი იქნება მალე რა. ძალიან კაია ეგ ამბავი. ხო და არხი გამოიწერეთ უეჭველი, იმიტომ რომ მინდა რომ დამწყები რეპერი იქნება თუ old school იქნება თუ არა, მნიშვნელობა რომ მოვიწვე იმ ადამიანს ეს. მე მაგალითად დღეს სხვანაირად გავხალისდი, სხვანაირი მუღამიც ქონა და მივხვდი რომ ძალიან მომენატრა აი ეს ყველაფერი, ეს თემები რა. ასევე ახალი პროექტი იწყება მეგობრებო, დაახლოებით ესე ვფიქრობ, რომ შეიძლება თვალი რეპერი ერქოს, მაგრამ შეიძლება ეგეც მოვიფიქროთ, რას დავარქვით და როგორ დავარქვით, სადაც რეპერებს შევეჯიბოთ სმაჭამა ამბავში და არ დამიწყოთ იქ რატის ბარს გავს, იმას გავს, ამას გავს, ვისაც როგორ შეგვიძლია რაღაცეებს გავაკეთეთ. წარმატებებს გიშვით. ახლა მეორე. გუჯერეთის 19 ნომერში ვიმყოფებით, ხომ მოგეწონა? ძალიან მაგარი.
Grand Royal რესტორანი, სადაც გემრიელობები არის, კაი მუსიკა, კაი ჭამასმა, კაი ამბავია, კაი ხედი არის, კაი სელფები შეგიძლიათ გადაიღოთ, კაი სურათები და ვიდეოები. ეგ ორი. კი ბატონო. ახლა ეს თბილისის კურტკა რომ აცვია და არ გავიყინე. DL shop-ში მივედი, ჩამზმანეს, ჩვენი ბარტერი ძმები არიან, კაი ხალხია, მიდით, ჩაგზმანავენ, გამოგზმანავენ, ყველაფერი ჩვენიერ კაი ფასებში. ჩვენი მეგობარი კომპანია გახდა. ამ ვიდეოს კომენტარებში, ვისი კომენტარიც იქნება ყველაზე ორიგინალური, მე და ვექილე ერთმანეთს გადაუგდებთ, დაუსვინავთ, დამოუსვინავთ იქით-აქეთ, აბა, ეჯობია, გურგენასიკაია, ვაჯასიკაია, ესე. გინებები არ იყოს კომენტარებში, არ ჩაითვლება. და ვისიც ყველაზე კარგი და ორიგინალური კომენტარი იქნება DL shop-ში, მოხვალთ, აარჩევთ კეპი, რომელიც მოგეწონებათ, გადავიღეთ ყველაფერს და YouTube-ზე დაიდება ეგეც რომ დაიგოს. ხალხო რომ მართლა გადმოგეცით და რაღაცა სიაფონდობას არ აქვს ადგილი. რა არის ისეთი რომ გინდა რომ დაამატო და მე არ ვთქვი. დავამატო? მე ესეთ რამეს ხო შეიძლება რაღაცა იყოს ისეთი რომ მე ესეთ რამეს დავამატებ, რომ დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომლებიც შრომობენ, რომლებიც სწავლობენ და რომლებიცაც უნდათ რომ გააკეთონ საუკეთესო რამ. არა მარტო თავისთვის, არამედ ხალხისთვის რა. და მინდა რომ ეს პირველ რიგში დაფასდეს ბეთლემსებისგან, იმიტომ რომ თუნდაც შენი პოდკასტი, შენი საქმიანობა პირდაპირ მათზე არის, აგებული მათ პოპულარიზებაზე, მათი ადამიანების ცნობადობის გაზრდაზე და ამით მივმართავ ბეთლემსებს, რომ უფრო მეტად ვეცადოთ დავამფასოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენთვის რაღაცას აკეთებენ, მინიმალურ რაღაცასაც რო აკეთებენ, ელემენტარულს დავაფასოთ. და მეორე რაც მინდა ვთქვა, რომ ბეთლი არ არის გინება რა. ხო. და სახლიდან რო გამოდიხარ, უნდა იცოდე რომ იქ ცუდი სიტყვების მოსასმენად კი არ მიდიხარ. მე ჩემ ბიჭთან ერთად ვიყავი ხო, მახსოვს, კი. ხო, ვაზი არის მაგთენ. კი, და მინდა რომ ესე გაიგოს ხალხმა რა, ანუ ვინც ფიქრობს რომ ბეთლი გინებაა და უზდელური სიტყვების ლაპარაკი არ არის რა ეგრე, მართლა არ არის ეგრე და ეგეც არის და მაგის გარეშეც არ გამოდის და ვისაც არ ჯერა რომ ადგილზე ძალიან მაგარი ცეცხლი ინთება შემდეგ ივენტზე ველოდებით ვაფშე იქნება მოვიდემეც, იმიტომ რომ მინდა რომ მომენატრა ეგ ყველა. თან მაგარი ნახევარფინალები იქნება, არ ვიტყვი ვინ და თან ჩემი ვლოგები სულ სხვა არის, მეგობრებო რა. მოკლედ ეგ არის